მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. კიდევ ერთხელ მე ახლა ვარ დავითი. სახელი არ შემიცვლია, ისევ დავითი ვარ. ბევრს გაინტერესებდა საიდან ვიღებ ზოგადად ინსპირაციას ნამუშევრის შექმნისას. არსებობს ორი ვარიანტი. პირველ შემთხვევაში იდეა თავიდან ბოლომდე მე მომდის თავში 100%-ით ჩემს პატარა ტვინში, ხოლო მეორე შემთხვევაში შევდივარ ყველასთვის ცნობილ პინტერესტზე და უსასრულო სკროლვის შემდეგ რაიმე საინტერესო სკეჩს წავაწყდები ხოლმე. ხოლო დღეს ზუსტად ეგ შემთხვევა, როცა პინტერესტზე აი ეს სკეჩია თუ რაც არის, ნახე და ძალიან მომეწონა. და გადავწყვიტე რომ ამ მარტივი სკეჩისგან გამეკეთებინა რაიმე ძალიან მაგარი პოსტერი. და ქალბატონებო და ბატონებო, მე მგონი დროა გავიგოთ როგორ კეთდება ნამდვილი ფოტო манипуляციები და პოსტერები. წავიდით. ესეც ჩვენი საინსპირაციო ფოტო. განვადიდოთ პირველ რიგში. ამას შევჭამ ბიჭო ხო არ ხადაავ. ამას ისე გავარეალისტურებ, ბრატ. ჩემი კაი სიმონ, შობელი დედა ვერ იცნობს გეუნები. აი ამ ზომაზე დავსვათ, პოზიცია ასე იქნება რა, კომპოზიცია. თქვენი აზრით რით უნდა დავიწყოთ? რა თქმა უნდა ბალახით, ხო? ბალახი კიდე სად იშოვება? რა თქმა უნდა Google-ში. GRASS. ყველაფერს რა თქმა უნდა Google-ში ვერ იპოვით. ამიტომ მე რასაც ყველაზე ხშირად ვიყენებ, ეს არის Adobe Stock. და ჩავწეროთ GRASS FILT და აქ არის ძალიან მაღალი ხარისხის ფოტოები და ამავდროულად ლიცენზირებული. ამის გარდა კიდევ სხვა უამრავი საიტი არსებობს, რომელიც აი აქ ამონათდება ან აქ სადმე. აი ასეთი უძლიერეს ფოტოები შეგიძლიათ იპოვოთ. Background-ი უნდა წაუშალოთ ამ ფოტოს. ამისთვის ავირჩევ Quick Selections აი ამას და ცას გადავატარებ. უბრალოდ delete და ეგაა რა. Easy money bro. ცოტა კვლავ განვადიდოთ და flip horizontal, ანუ ჰორიზონტალურად შემოდრიალდეს. კიდევ ერთი ფოტო, რომელსაც ზევიდან გადავადებ. ფუნჯით უბრალოდ აი ეს ნაწილი წაუშალოთ. აი ასე. ეხლა ეს ორი მინდორველი ფერებში უნდა დავამტყიოთ მაგრად. შეგვიძლია ავირჩიოთ adjustment-ებიდან gradient map-ი. Clipping mask-ი არ დაგავიწეთ, რადგან ამ layer-ზე იმოქმედოს უშუალოდ და შავ-თეთრის ნაცვლად შეგვიძლია ავირჩიოთ რაიმე მუქი ყვითელი ტონი, ჯერ მუქი, შემდეგ შუა ტონი, აი დაახლოებით ეს ადგილი და ღია ტონი. ყველაზე ნათელი ადგილი, აი ეს. Blending mode თუ გადავწევთ color-ზე, აურა ცუდია. ცოტა კიდე სატურაციასაც დაუგდებ. ამ ზედას რა მოუხერხოთ? gradient map-ში შევცვლი ფერებს. აი ესე. Blending mode color-ზე. გაია. ცოტა სინათლეს აუწევ. აი გამოცოცხლა ბიჭი. ჩვენი ფიჩო, სადაა ჩვენი ფიჩო? ფერებში ზის რა. ბიჭო რატომ მეძინე? კიდე მეძინება და რაღაცა ტესტოსტერონი. ხალხებო, ნახეთ რა ვიპოვე. იმენა ფიჩოა. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ვარიანტში. ჯერ მთავარ ფორმას ამოუჭრი, აი უბრალოდ ასე უხეშად შემოუყვები. შემდეგ კი ასეთი გამოსადეგი თული არსებობს Select and Mask. რითიც შეგიძლიათ კომპლექსური ადგილები ამოჭრათ, როგორც თმა, ბალახი და ასე შემდეგ. ზომაში უნდა დავსვათ, რაც შეიძლება მიახლოებით. ოდნავ სახეს გავუწელავ და სპეციალური ბრაშით გრასით ავშალოთ. აი ესე ბალახებში უნდა ჩავმალოთ. მე რა ჩოკოლელიო. კატა სულ მინდოდა და ამდენჯერაც მყავდა, იმდენჯერ მოუკალიან მოკვდა. ასეთი დეტალების გაკეთებისას სიმშვიდე შეინარჩუნეთ, აკურატულობა და პერფექტაბილურობა. ცა გვინდა ხალხო, ცა. ჩემი ცების ფოლდერი სად არის? აი ეს. ოკეი. მოდი ამ ყველაფრის შელამაზებაზე გადავიდეთ. ჩრდილები, სინათლეები, ფერების კორექცია. დავაგდოთ სინათლე, აი ასე clipping mask-ი ავშალოთ და ამ ადგილებში გავაკეთოთ ჩრდილები. რა თქმა უნდა, იგივე შეეხება ფიჩუნიას. გადავწყვიტე რომ ზე აი აქ იყოს და სინათლეს აქედან მოვტყავდეს. შესაბამისად, აი ამ ადგილებში წარმოიქმნება ჩრდილები. აი აქინე. მიწასთან რადგანაც კონტაქტი აქვს, აქაც უნდა ყველა ვარიანტი ჩრდილები. ყურის ძირშიც გავცხოთ ცოტა, აქაც ჩრდილი ბალახზე დაეცემა დაახლოებით აი ასე დახრილად რა. აი ასე. ერთი ვიდეო შეიძლება გადავიღო თემაზე თუ როგორ კეთდება ჩრდილები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის ზოგადად გასათვალისწინებელი ჩრდილის გაკეთებისას. მთავარია როგორ ეცემა სინათლე. აი ასე დაახლოებით, არც ძალიან ბევრი, არც ძალიან ნაკლები, ასეთ sunset-ის ფოტოს შემოვაგდებ. ცოტათი განვადიდებ და blending mode-ს გადავიტან linear dodge edge-ზე. გავაქრო და იმ ადგილას აღვადგენ, სადაც მინდა რომ sunset-ი იყოს. აი ასე. ხოლო ზედა ნაწილში, რადგანაც სიმუქე გვინდა, ასეთ ფოტო შემოვიტავ კლავ და blending mode-ს ამ შემთხვევაში გადავიტან soft light-ზე და ამ ადგილას აღვადგენ, სადაც მინდა რომ სიმუქე იყოს. იმ ადგილას გავაკეთოთ სინათლე, სადაც რაც მზესთან ყველაზე ახლოსაა. უკვე შეგვიძლია color balance-ი ავიღოთ და სლაიდერების თამაშით რაღაცას მიაღწევთ, ან ფერებს დაარეგულირებთ რა. კიდევ ერთი
color კიდევ ერთი color balance-ი. ოღონდ ამ შემთხვევაში layers გადავიტან linear dodge-ს. საკაიფოდ უნდა აუწიოთ წითელს, ყვითელიც. highlight-ებიც აირჩიეთ და highlight-ებიც უნდა შევცვალოთ. ზედმეტია, მაგრამ დამელოდეთ. შემდეგ უბრალოდ ამ layers-ი ორჯერ დაკლიკეთ. ასეთი მენიუ გაიხსნება და აი ამას მიაქციეთ ყურადღება. ეს ყავისფერი თუ ნაცრისფერი თუ რაფერიცაა, სლაიდერი აკრობს ჩრდილებს. აი ასე დაახლოებით. ხოლო ეს სინათლეებს. აი ასე. ამ შემთხვევაში მოდი მუქ ადგილებს გავაკრობ. აი ასე. და თუ დააწვევით Alt-ს, უფრო smooth გადასვლა ექნება. და უკვე თქვენზეა აქ როგორ დაარეგულირებთ. ახლა კი შეგვიძლია უკვე აღვადგინოთ იმ ადგილებში, სადაც საჭიროა. მე რამდენად უნდა ვთქვა ეს ფრაზა არ ვიცი. აქ ჩრდილის ადგილას არა ადგილას ნაკლებად იქნება, რადგან სინათლე ვერ შეაღწევს მან. ფიჩოსაც იგივე სჭირდება, კონტრასტს მოვუმატოთ პირველ რიგში და highlight-ები რო გავუკეთოთ, ავირჩევ hue and saturations, ფერს შევუცვლი რაღაც მოყვითალო მოსტაფილოს და სატურაციას აუწევ მაღლა. Blending mode, რა თქმა უნდა linear dodge-ზე გადავიდე. და აღვადგინოთ იმ ადგილებში, სადაც საჭიროა. აი ეს კაცის მკვლელი თვალები შეგვიძლია უფრო კაცის მკვლელი გავხადოთ. რამე მოყვითალო, მოსტაფილოს ფრო, ღია ფერი და თვალებს გავუნათებ. ხო მაგარი იქნება. თუ არა, ძალიან ნაზად, რბილად გადავატაროთ. აქაც, ანუ გავანათოთ რა. რატომაც ვინმე დამიშლის თუ რა. აი, მოდი სინათლეს აი აქ თვალების ქვეშაც გავუკეთე. ეს ვანათებს ეხა და ამ ორი ტიპის მაგერად მინდა ვინმე სხვა ჩავსვა რა. მაგალითად მე ბრძოლი. თუ Google-ში ჩაწერთ sketchup.com-ს, ხოლო search-ში warrior აუ წერა როდის უნდა ვისწავლო. ამოგიგდებთ ძალიან ბევრ 3D მოდელს. აი მაგალითად ეს მოდელი რომელსაც ლიურავერ დავარეგულირე. ეს პერსონაჟები შეგიძლიათ ააწყოთ Blender-ში, რომელიც მე მეზარება მაგრად. ან გადაიხადოთ დაახლოებით $20, ან კიდევ იჩათლახოთ როგორც მე ვჩათლახობ და უბრალოდ დასკრინოთ ისე თითქოს არც არაფერს აფუჭებთ. ეხლა ამ ტიპს შემოვიტან. ობიექტი რო განვაზალკევოთ background-ისგან, select subjects დააჭირეთ. ცოტათი დავაპატარაოთ. შემდეგ კი ჩვეულებრივი ბალახის ფუნჯით გადაატარებთ და ასე მარტივად ჩაიმალება ბალახებში. ამას ქვია dune grassy. მოდი Google-ში ჩავწერ ასეთ რამეს. Mill ეს არის რა ქვია მას. ხო, ეს რა, ანუ mill რა, მართლა არ ვიცი რა ქვია. აი მაგალითად ეს, მაგრამ თავარი ხა ამისა მოჭრა, ნერვები კი დამაწყდება, მაგრამ პრინციპში შეიძლება background remover. ეს Adobe-ს background remover-ი კარგად ჭრის backgrounds. გადმოვიწეროთ ერთი რაკაცია, ნახოთ. ახლა ამას დავაპატარავებ და სადღაც აქ დავსვავ აი ამ ადგილას. რადგანაც შორი ობიექტია, ცოტათი დაბლარული უნდა იყოს, ამიტომ filter, blur და Gaussian blur და რამდენიმე პიქსელით დავბლაროთ. ასევე თავისებური ფერიც უნდა გქონდეს, clipping mask-ი და ოდნავ გამჭვირვალობას დავუკლებ, დაახლოებით ამ ფერს დავსვავ და ძალიან ბილად და წყნარად აღვადგენ ქვედა ნაწილში. მოდი მთვარესაც დავამატებ, ამოვჭრათ უბრალოდ მრგვალი ფორმა. აი ეს დავაპატარაოთ და სადღაც აქ დავსვათ. ამ ნაწილს წავშლი ნამგლისებური ეფექტი მინდა რომ მივიღო. კიდევიც ოდნავ გავუნათოთ. მოუხდება ჩემი აზრით. ბევრი არ გვინდა. ჰორიზონტზე ცოტა ჩიტუნიებით დავამატოთ, უბრალოდ ფერი შეიძლება შევუცვალოთ. წინა პლანზე ოდნავ ბალახებსაც დავამატებ. აქეთ ამ ხარესაც გადავაკოპირებ. წინა ნაწილშიც დავამატოთ ასეთი ტიპის ბალახები. ახლა მეგობრებო, ამ ბალახს უნდა შევუცვალოთ ფერი, რადგან ამ მწვანე არ უნდა იყოს რა. აი დაახლოებით ესეთი მუქი ყავისფერი წავა. და ბალახზე ბლარის მინიჭება არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ფოკუსი ამ შემთხვევაში გაკეთებულია ფიჩუნიაზე და არა ბალახზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იწყება ახლა. ეს გახლავთ ნისლი, რაც ატმოსფეროს შექმნაში
ვიწყობს ხელს. აირჩიეთ რამე cloudy brush-ი, ამ შემთხვევაში fog brush-ს ავირჩიე მე და ადგილ-ადგილ ამ brush-ით გადაატარეთ უბრალოდ. ამ ტექნიკის გამოყენებით ყველაფერი არ იქნება ძალიან sharp-ი რა და უფრო smooth ატმოსფერული სიტუაცია შეიქმნება. აუ რა ჭედავს, საკაიფოდ ჭედავს. ვიდეო ბარათი უნდა გამოცვალოთ ძალიან მალე და რამი კიდე. იმიტომ რომ ცოტა ძალიან მიჭედავს. მე პირადად ასევე მიყვარს ცოტა თავარი პერსონაჟის background-ის განათება, ასე რომ თქვა, background-ზე დამატება რა. აი რომ გამოიკვეთოს, ნისლს უმატებ ხოლმე. კიდევ შეგიძლიათ კარგი ჟღანჟღვალა სტაფილოსფერი აიღოთ. Blending mode-ი linear dodge edge-ზე რა თქმა უნდა და layer style-დან უბრალოდ სლაიდერებით იმუშავეთ. დანახეთ რამდენად გამდიდრა ამ თითქოს პატარა უნიშნელო smoke-ებმა რა, რაზეც ვიზახდი. ბოლოს შეგიძლიათ ეგრეთ წოდებული პარტიკლების დაამატოთ, screen-ზე გადაიტანეთ blending mode-ი ან linear dodge edge-ზე. ყველგან არ არის რა თქმა უნდა საჭირო, ოდნავ აღადგინეთ შიგა და შიგ, სადაც ჩათვლით რომ საჭიროა. და კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. Filter, camera, raw filter. ნამუშევრის შექმნას რო დაასრულებთ, ფერების დამუშავება და რაღაც ეგეთები მაინც მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ ფილტრში რო შეხვალთ, ყველაფერია ვაფშე რა, სულიო და გულიო. თავარია სლაიდერებით ითამაშოთ და ბალანსი დაიჭიროთ ყოველთვის. და რა ვიცი, თქვენც გამოიყენეთ, არ დაგავიწყდეთ. ქალბატონებო და ბატონებო, ნამუშევარი მზად არის, მორჩა, ქმნილია, ასე გამოიყურება საბოლოოდ. ძალიან თბილი, ძალიან საყვარელი, ძალიან ყვითელი, ძალიან სტაფილოსფერი, ძალიან წავედი.